სახელითა მამისათა, დაძისათა და სულისაწმინდისათა. ბიბლია ყოველდღე. მოგესალმებით ყველას მეგობრებო, მშვიდობა თქვენ და თქვენ სახლს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელი დღის მადლი შეგვეწიოს ყველას. ბოდიშ გიხდით ცოტა გაციებული ვარ, ხელი მტკივა. მეგობრებო, ასევე დღეს არის ხსენება საშინელი სამგზავროს და ეს არის ჩვენ უნდა ყოველთვის ვიცოდეთ, რომ აღდგომა საყოველთაო იქნება საშინელ სამგზავროზე, აღდგება მთელი კაცობრიობა ადამიანიდან უკანასკნელ ადამიანამდე, ასე თქვა და მართალნი აღდგებიან გამწყინებულნი, ცოდილნი თავიანთ ცოდვების მსგავსად მდგომარეობაში იქნებიან. ესე იგი, რაც გულში დავთესავთ, თესავთ, მარადისობაში ნაყოფს გამოიღებს. ან ესე იგი ბრწყინვალე ყვავილად, ასე ვთქვათ, ან ნეკლიან და შხამიან მცენარედ. სამგზავროზე გაშიშვლდება, მეგობრებო, ნახეთ, ფარული ცოდვები, რაც არ გვაქვს მონანიებული ხო აღსარებაში, რა თქვა მე ასე ვთქვათ და გულწრფელად რაც არ მოვინანიეთ. დაფარული ასე ვთქვათ ზრახვები, ფიქრები, აზრები. ამიტომ ყოველთვის ეცადეთ, რომ თქვენი ფიქრებიც კი ჩაწეროთ, ასე ვთქვათ, აღიაროთ, როდესაც აღსარებას აბარებთ. და რა თქმა უნდა, პირველ რიგში უფალი გულს უყურებს და გულწრფელად ეს უნდა ყველაფერი ვაღიაროთ. ანუ ჩვენი ნამდვილი შინაგანი მდგომარეობა, გესმით ხო? ადამიანი დაინახავს საკუთარ თავს ისე, როგორც არის სინამდვილეში. ესე იგი, ამ ქვეყნად არსებობს სინანული, ხო? სამგზავროს შემდეგ აღარ, მეგობრებო, და ჩვენ ყოველთვის ამაზე ვსაუბრობთ, რომ ადამიანი, როდესაც გავა ამ სოფლიდან, როდესაც სული დატოვებს ხორცს, იქ უკვე აღარ არის რაც, ესე იგი, რაც აღსარება, სინანული, არაფერი არ არის, მოკლედ იქ ვერ შევიცვლებით ჩვენ, იმიტომ რომ ასე მარტივად რომ ვთქვათ, სულს არ ექნება ეს ინსტრუმენტი, ანუ ჩვენი ხორცი არ ექნება და ის ვერაფერს ვერ გააკეთებს, ამიტომ სანამ დროა, სანამ კიდე ეს გვაქვს ჩვენ რაღაცა წუთები, იმიტომ გვამბობ, რომ ჩვენ ხედავთ, როგორ გადის, ესე იგი, წლები როგორც თვეები გადის როგორც კვირადღეები და ესე იგი, დღეებზე საერთოდ აღარ ვსაუბრობ, როგორ თენდება და ღამდება, საერთოდ ვერ ვზნობ პირადად მე და ალბათ თქვენც. ამიტომ სანამ დრო არის, აქ მოვინანიოთ, ვიაროთ ტაძარში, რაც შეიძლება მე ხშირად ჩავაბაროთ აღსარება და ვეზიარო და რა თქმა უნდა, ღვთისათნოდ ვიცხოვროთ. მარადიული სიცოცხლე ეს არის, ანუ ღვთის სიყვარულში ყოფნა, წმინდათა ურთიერთსიყვარული და უწყვეტი სიხარული და ნეტარება, მეგობრებო. ჩვენ ისეთი რამ გველოდება, ხო, ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენთ ვერასოდეს ამას. რა თქმა უნდა, თუ ცხონდებით და ღმერთმა გნასო ყველა ცხონდეს. ჯოჯოხეთი არის, ანუ ღმერთის სიყვარულისგან მოწყვეტა, მეგობრებო. სიძულვილისა და ამპარტავნების მდგომარეობა, ხო. სულის ბნელში ჩაძირვა, ასე ვთქვათ. ადამიანი თვითონ ირჩევს ამ მდგომარეობას. მას არავინ არ აძალებს, მას არჩევნის უფლება, რაც მოგზა ღმერთმა და ამიტომ სწორი არჩევანი გავაკეთოთ. წმინდა მამების სწავლებით ყველა აღდგება სრულყოფილ ასაკში, ანუ სულიერი სრულყოფილების მდგომარეობით. და გულის მეხსიერება, ანუ ადამიანის გულში იწერება ყველაფერი. სამგზავროზე, მეგობრებო, გადაიშლება ეს წიგნი. ამ ქვეყნიური მწუხარება და განსასწრელი შეიძლება იყოს გადარჩენის გზა, მარადისობაში ადამიანი დაინახავს, რომ ბევრი ტკივილი ღვთის წყალობა იყო და განსასწრელი. ყველაფერში საკუთარ თავს
ესე იგი გადანაშაულებდით, ხო? სიმდაბლე გადარჩენის საფუძველია, მეგობრებო და სიამაყე, როგორც ყოველთვის ვამბობთ, ეს არის სულის კიბო. და ჩვენ შეგვიძლია, მეგობრებო, რა თქმა უნდა, წარმოვთქვათ ესეთი სიტყვები, რომ უფალო მე ცოდვილი ვარ, მე უღირსი ვარ, ხო? დაცემული ვარ მე. ბოდიში და რაც ნაგავი ვიყავი, ის ნაგავი ვარ. ეს თითოეული გულის ჩვენ უნდა ვაღიაროთ ჩვენ თავთან. მაგრამ შენთან მინდა ღმერთო, მე შენთან მინდა ყოფნა და შენთან დაბრუნება მინდა და შემიწყალე მე დამტოვებ, შემიწყალე მე ცოდვილი, მომეცი ძალა რომ გავაკეთო ის, რაც არ შემიძლია ჩემით გავაკეთო, ჩვენაც შევთხოვოთ ყოველ, ესე იგი ჩვენ ეს იქნება დილათ საღამოს ლოცვებში თუ ფსალმუნებს კითხულობთ და ჩვენ შევთხოვოთ და დავინახოთ, როგორც დაინახა იმ ავღაზაკმა საკუთარი თავი და მოხდა პარადოქსი, ხო მეგობრებო, მოხდა ის, რომ წარმოიდგინეთ აი წმინდა მამები, ესე იგი პატრიარქები, რომელიც იყვნენ, ეს პირდაპირ ჰქონდათ, ესე იგი თქვა კონტაქტი ღმერთს ელაპარაკებოდნენ, ხო როგორც აბრამი, ნოე, ხო, მოსე და მოხდება პარადოქსი, წარმოიდგინეთ პირველი შედის ავაზაკი ციხესასუფეველში. და აქ ერთი რამ უნდა ნახეთ თქვენი ყურადღება მინდა გამოვახულო, ნახეთ როგორი დეტალი არის, ის ეუბნება რომ მომიხსენიო უფალო შენს დღესო, აი მომიხსენიო, ნახეთ, ანუ რას ნიშნავს რომ მომიხსენიო უფალო, რომ მას არ აქვს იმედი რომ შევარ ციხესასუფეველში, უბრალოდ მომიხსენიო შენ, გესმით? და ესეთი მდგომარეობა, მეგობრებო, ასეთი ჭეშმარიტი ლოცვა, ასეთი მდგომარეობა ეს არის. ასე ვთქვათ, გადამრჩენელი, მოდით ასე ვთქვათ და ასეთი სულიერი ხედვა ხდის ადამიანს თავისუფალს შიშისაგან, საშინელი სამსჯავროს წინაშე. ჩვენ აუცილებლად წავდგებით ყველანი, ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, აქ არავინ არ დარჩება. და იცით თქვენ რომ ესე იგი აპოკალიფსი ეს მეორედ მოსვლა იქნება და არსებობს ასე ვთქვათ ფიზიკური აპოკალიფსი და ჩვენი პირადი აპოკალიფსი. ფიზიკურია, როდესაც ქრისტე მოვა უკვე მეორე თავისი დიდებით, ხო? და ვინც იქნება იმ დროისთვის ცოცხალი, ესე იგი ფიზიკურად ცოცხალს გულისხმობ, ესე იგი ნახავს ამას, მოესწრება. არ ვიცი, შეიძლება ჩვენ მოვესწროთ ამას, ხო? შეიძლება მოხდეს 1 წელიწადში, შეიძლება მოხდეს 800-900 წელი, არავინ არ იცის, ხო? მაგრამ პირადი აპოკალიფსი არის ის, რომ ჩვენ როდესაც გარდავიცვლებით, ჩვენ წავდგებით ქრისტეს წინაშე და ეს იქნება ჩვენთვის იგივე მეორედ მოსვლა. ამიტომ ბოდიში, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ, მეგობრებო და აი კიდევ ერთხელ ეს უკვე მოსამზადებელი პერიოდი არის და ჩვენ შევდივართ დიდ მძიმე მარხვაში, ხო, აღდგომის მარხვაში და კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, მოვემზადოთ, ვაპატიოთ იმ ადამიანებს, ხო, ყველას ვაპატიოთ, გულით ვაპატიოთ, არა მარტო ჩვენი ოჯახის წევრებს. ჩვენ გვაწყენინა გულით, ხო? გულით ვინც გვაწყენინა და აივიზე თქვენ ხართ გაბრაზებული, ხო, ასე ვთქვათ, გულით გაბრაზებული, აი მათ უნდა აპატიოთ. დაივიწყეთ წყენა და მოემზადეთ მარხვისთვის. რაც ვერ შეძლიეთ წინა, ასე ვთქვათ, აღდგომის მარხვაში, ხო, იქ დაძლევას ან ასე, ეხლა ქენით, იმიტომ რომ ყოველი ეს თქვა დიდი მარხვა არის შანსი, მოდით ასე ვთქვათ, კიდევ ერთხელ გაძლევს ქრისტე გაძლევს შანსს რომ ესე გამოსწორებისას რომ დაუძლიოთ ჩვენი რაღაც ჩვენი ბნებები, ჩვენი ესე ვთქვათ სიამოვნებები და გართობა გადავდო და პირველ რიგში ვიმარხულოთ სულიერად და ვესაუბროთ ღმერთს, მეგობრებო, ვესაუბროთ რაც შეიძლება ხშირად. როგორც შეგვიძლია ჩვენ ვესაუბროთ ღმერთს, რა თქმა უნდა ჩვენი ენით ჩვეულებრივად დაველაპარაკოთ, შეგვიძლია რაც შეიძლება ხშირად ელაპარაკეთ, ჩვენ როდესაც ლოცულობთ, ასევე ჩვენ ვესაუბრებით ღმერთს და ღმერთი ჩვენ გვესაუბრება, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ სახარებას.
და ამიტომ ღვთისწყალობით შევქმენი ეს არხი და აქ უკვე მაქვს სრულად ატვირთული მათეს და იოანეს, რა თქმა უნდა, სხვადასხვა მამების გამარტებით სახარება, ვისაც გაქვს სურვილი შევძანდეთ და მოусმინეთ და ასევე ძველი აღთქმის 50 თავი არის ასევე მამების გამარტები და შეგიძლიათ შევძანდეთ და მოусმინოთ. კიდევ ახლა დიდ ბოდიში გიხდით, ესე იგი რაღაც ვირუსი მაქვს შეხვდა თუ არ ვიცი რა, მოკლედ ძალიან გასიებულია და ალბათ ხმაზეც მატყობთ და ასევე კიდევ ერთხელ მაბადიეთ. გაიხარეთ ღმერთმა დაგლოცოდა კიდევ ერთხელ გილოცავთ მირქმას, მიგებებას, ანუ ჩახუტებას. მე გუშინ ავტვირთე ვიდეო ამასთან დაკავშირებით, თუ რა არის მირქმა, რა დანიშნულება აქვს და ასევე ვიც არ იცით შეგიძლიათ მოусმინოთ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. აბა გაიხარე და დიდი მადლობა.